მოგესალმება ჩაბათის მებაღე. ეხლა არის მარტის 20 რიცხვი, თუ არ მეშლება, ყოველ შემთხვევაში მარტის ბოლოა და შევიძინე სამი ბოლქვოვანი მცენარე, რომლის ჩარგვაც მინდა გაჩვენოთ ამ ვიდეოში და სპეციფიკები. სამივე განსხვავდება, ჩარგვის სპეციფიკა სამივესი და აგიხსნით ცალ-ცალკე. მაგალითად, ეს არის ხოსტა. Remember me, საერთოდ ეცადეთ, როდესაც ყიდულობთ რამე მცენარეს, ზუსტი დასახელებით იყიდოთ, რომ ზუსტად იცოდეთ მის ამ მცენარის თვისებები, მაგალითად, ზოგიერთი პიონი მეტად წვება, წვემის მერე ყვავილები ქვემოთ ეშვება, ზოგი მეტად ინარჩუნებს ღეროს ყვავილიანს, მაგალითად ლილიებიც, სურნელოვანია, რამდენად შემაწუხებელი სუნი აქვს, ეს არის აღმოსავლური ლილია და ამას ეკნება სუნი და სად უნდა ჩარგოთ, დასახელებით რო იცოდეთ რა ზომის მცენარე იქნება, როდის ყვავილობს, რომ მის გარშემო მოყვავილე მცენარეებს დაემთხეს, ან არ დაემთხეს, შემცვლელი იყოს და ფერთა გამა შეეხამებოდეს ერთმანეთს, ან ცვლიდეს იგივე ფერთა გამა, ან რა ვიცი, რაღაც ჩანაფიქრი, რაც გაქვთ. თითოეულ ჩარგვის წინ როგორი პირობები უნდა, მორწყვა როგორ უნდა, როგორ ადგილზე უნდა ჩარგოთ, როგორ მიწაში ავხსნი, მაგრამ ეხლა ამ მომენტში მინდა გაჩვენოთ, რას ვაკეთებ. პირველ რიგში, რადგან ეს ბოლქვები მე შევიძინე, როგორც ჩამოსულია საზღვარგარეთიდან, ტრანსპორტირება გაიარეს და ასე შემდეგ. მარგანცოვკიანი წყალი ჯობია, ესეთი ღია მარგანცოვკიანი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, მარგანცოვკა არის შოება, ამიტომ მე გავხსნი ფიტოსპარინს. ესაც ანალოგიურია თვისებებით, ანუ თუ რამე სოკოვანი დაავადება აქვს, ან რაღაც ამ მცენარეებს აყოლილი დაეხმარება მოსპობაში, თან შეიცავს მრავალ მინერალურ ნივთიერებებს, რომელიც ფესს დაეხმარება და ამას კი უნდა ვთქვათ, ნახევარი საათი მაინც გაჩერდეს, რომ ეს არის ბიოლოგიური ნივთიერება და რომ ამან მოქმედება დაიწყოს ამ ბაქტერიებმა ბიოლოგიურმა, მაგრამ რადგან მე ვაპირებ, რომ ეს კარგახნით დავტოვო სადღაც ნახევარ საათზე მეტი, ორმოები მაქვს გასამზადებელი დავტოვო ეს მცენარეები. აქ დეზინფექციაც გამოვა და წყლითაც გაიჟღინთება. ეხლა ამოვიღე ბოლქვოვანი პიონი ფესტივა მაქსიმა. ერთი ძირია შიგნით, ერთი ბოლქვი. შერჩევის დროს ვეცადე, რომ პარკშივე გარედან მენახა, რამდენად უკვე ყლორტები აქვს ამოსული, რამდენად ჯამრთელია, ვათვალიერებ აგრეთვე, რომ რამე ხო არ აქვს დაზიანებული, მოსაჭრელი. მე მგონი ყველაფერი ცოცხალი აქვს, ამას ჩავდებ, ესე ჩავალბობ, დავიმახსოვრებ, სადრას ჩავდებ, ყოველ შემთხვევაში მე ფესვით ხდები. Так, ეს არის ლილია, შეხედეთ უკვე სოკოვანი დაავადება აქვს, ეს რაც პარკიდან მე ვერ დავინახე. ვაფრქვევ, ესე იგი აქ სოკოს, ამას გასუფთავება დაჭირდება. აქ ერთი ბოლქვი იყო, აქაც. საინტერესოა. ამას ცალკე გავრეცხავ. შეხედეთ. ლპობისკენ არის წასული. გავრეცხავ, სავარაუდოდ ამ ერთლებანს. ამას, ესე. ამოვაცლი. ესაც ამოსაცლელია. რომ არ გავრისკო, ამასაც სავარაუდოდ გავრეცხავ და დავინახავ. ეხლა ამ ხელით ამის მოკიდება რამდენად შეიძლება არ ვიცი, მაგრამ არ შეიძლება. და ფიტოსპარინში ვდებ, ეს არის ხოსტა.
აი ხოსტას ბოლქვი ესე გამოიყურება, ცოცხალი ყველაფერი კარგადაა, თუმცა პატარაა საკმაოდ. კარგი დრო უნდა რომ გაიზარდოს. გავაგრძელებ და გაჩვენებთ თითოეულის ჩარგვას და პირობებს.